დღეს ჩვენ სამზარეულოში მართალი სწორედ ახსენეთ თაკოს გაზაფხულის როლებს მოვამზადებთ, რომელიც არის ძალიან მარტივი და უმსუბუქესი კერძი. ესეთი ბრინჯის ფირფიტა გვაქვს, რომელსაც შემდეგ წყალში დავასვლებთ და ეს გახდება ესეთი ძალიან მარტივი მასალა იმისთვის, რომ შევახნევთ შიგნით რაც გვინდა და ჩვენ კი დღეს ძალიან მსუბუქი საკვები გვინდა, რადგანაც ძალიან გემრიელი დესერტები გველოდება წინ და შესაბამისად ესეთი სადილიც გვექნება მსუბუქი. ამიტომ გამოვიყენებთ შიგთავსისთვის. ხო, შიგთავსი მაინტერესებს. ორ რამეს ექნება და ლაჩას თუ ექნება კარგი ხასიათის მიზეზი. გვექნება ქათმის მკერდი, რომელსაც გრილში შევწვავთ და მეორე გვექნება კრევეტები, რომელსაც ასევე გრილში პირდაპირ ძალიან მალე შევბრაწავთ, გავარდისფრდება და შემდეგ უკვე სხვადასხვა ბოსტნეულთან, სალათის ფოთოლთან, კიტრთან და ავოკადოსთან ერთად ამ ყველაფერს შევახვევთ ჩვენს ფირფიტაში. აუცილებლად გამოვიყენებთ წითელ კომბოსტოსაც, რომელიც აი ცოტა ესეთი მომწარო გემოს დაკრავს და ძალიან უხდება. ასევე სტაფილოს გამოვიყენებთ და გამოვიყენებთ ასევე ბრინჯის ლაფშასაც, რომელსაც შიგნით ეს ბრინჯის ლაფშა შიგნით იქნება, ესე იგი, ხორცთან ერთად. კი. ბრინჯის ლაფშისთვის აგერ წყალს ვაცხელებ, რომელშიც უბრალოდ უნდა ამოვავლო 2 წუთი. არც დუღილი სჭირდება, არაფერი, უბრალოდ ცხელ წყალში უნდა დავტოვოთ 1-2-3 წუთი და ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან უხდება ამ ყველაფერს სხვადასხვა სოუსები, რომელიც თქვენ შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ და სხვადასხვა თხილეულიც თუნდაც და მე ამ შემთხვევაში სეზამის მარცვალს გამოვიყენებ, რომელიც ხოთეშორის ძალიან მდიდარია კალციუმით და მე ძალიან მიყვარს და ხშირად ვიყენებ სხვადასხვა კერძებში და რა თქმა უნდა სეზამის მარცვლები გამოგიყენებიან ნამდვილად და ყოველთვის კომენტარი მოყვება ხოლმე რომ ის არის ძალიან სასარგებლო ჩვენი ჯანმრთელობისთვისა და ჩვენ სიამოვნებით კი ბატონო გემრიელ კერძთან ერთად მე ვიწყებთ ჩვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვას ხოლმე იქნასთან ერთად. აი რაღაცა საინტერესო ხედავ აქეთაც აქ მარინადს ვაკეთებ რომ ცოტა ისეთი საინტერესო გემოები მიიღოს და უფრო ნაზი და ფაფუკი იყოს ჩვენი ისედაც ცინცხალი და ძალიან ნაზი პროდუქტი, რომელიც რა თქმა უნდა რომ გუდვილმა მოგვაწოდა და დღესაც იზრუნა ჩვენს სამზარეულოზე, იმისთვის რომ ესეთი ფერადი და სიჯანსაღით სავსე დახლი გქონოდა, ასევე ცოტა მდოგვსაც დავამატებ. იქუნა სტაფილოსაც ჩავაჭრით, კი, აუცილებლად. ანუ ეს როგორი რამეა, იცი რომ ბაზად გვაქვს ჩვენ ბრინჯის ფირფიტა და ბრინჯის ლაფშა და დანარჩენი ხა შიგნით რას შეახვევ. კი ბატონო და რას მოათავსებ უკვე გემოვნების ამბავია და თქვენი სურვილის. ეგ მდოგვია თუ ის არის ისეთი რაღაც ცოტა სხვანაირი მდოგვი არა. მდოგვია, ჩვეულებრივი მდოგვია, ლიმონის წვენი აუცილებლად. ზოგადად ჩემი საყვარელი მარინადი არის ეს მდოგვი, ლიმონის წვენი და ზეითუნის ზეთი. აი ყველაფერს უხდება, რაც არ უნდა მოათავსო შიგნით. საზამთროსაც კი. მათ შორის. საზამთროს და მდოგვი. კი ბატონო. ძალიან მიყვარს აი ეს დუო და ეს სამეული, უფრო სწორად ტრიო. ძალიან უხდება საქონლის ხორცსაც და ძალიან უხდება ქათმის სალათა გასულ პარასკევს მართლა ძალიან გემრიელი იყო. მოგეწონათ ხო? დააჭარბა შეიძლება იქნას. არ ველოდი სხვათა შორის, მაგრამ აი ეს რაღაც გემოების საოცარი სინთეზი მართლა არ დაგავიწყდეს ფეტა და რაღაც წვანილი ქონდა კიდე და პიტნა ქონდა და რეჰანი თუ არ ვცდები. ხო, რეჰანიც ხო ქონდა. კი, რეჰანიც ქონდა, იმიტომ რომ რეჰანი მართლა ძალიან ისეთი პროდუქტია, მაგრამ რაღაც მგონია რომ ნაკლებად ვიყენებთ კიდე ჩვენ სამზარეულოში და მეც იმსახურებს. ანუ სათანადო დაფასება არ აქვს შენამბო? კი, ანუ ძალიან უხდება. ჩემი მხრიდან აქვს. ძალიან უხდება ბოსტნეულსაც. ეს ჩვენ სამზარეულოს გარდა ამ სიჯანსაღისა და სიგემრიელისა, ასევე კიდევ ერთი ლამაზი მაგიდა და გემრიელობები ალამაზებს, ეს არის უგემრიელესი დესერტები და ტორტები, როგორც ხედავთ, მრავალფეროვანი ასორტიმენტი დაგვხდებათ გუდვილში და განახლებული გემოებით, ვიზუალით, თუმცა რა თქმა უნდა, ტრადიციული ყველასთვის საყვარელი დესერტებიც არის წარმოდგენილი გუდვილის ყველა ფილიალში და შეგვიძლია ახლოდანაც ვნახოთ, სანამ ეთერში შევიდოდით, ლაშამ რამდენიმე
რაიმე კი არჩია და დაჯავშნა, მაგრამ ეს იმდენად ლამაზად გამოიყურება და უკვე ჩანს როგორი გემრიელია და როგორი მსუბუქია სხვათა შორის ვიტყოდი მე, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს ესეთი მსუბუქი დესერტები და ტკბილეული ყველა გაღიმებული შესცქერის ამ კადრს. ასე რომ დაგველოდეთ, ცოტა ხანში დავჭრით, დავაგემოვნეთ და თქვენც გაგიზიარებთ. დღევანდელი და არის შემდეგი საფეხური რიკუნა? შემდეგი საფეხური არის, რომ მოვათავსებთ ახლა ქათმის მკერდს აეროგრილში და გავუშვებთ გამოსაცხობა და დავიწყებთ ბოსტნეულის დაჭრას. დანარჩენი უკვე ყველაფერი იქნება შეხვევის პროცესი. დღეს ლაშას ასვენებ თუ როგორ არის? ლაშას შეხვევას ვასწავლი დღეს აი ამ გაზაფხულის როლების. ამიტომ ეგრეც არ არის, ვერ დაისვენებს. სულ ფუნქციოდ კი არა ვარ შუა დღეს, ფუნქციაც. მე არ მინდა რომ საშემოდგომო გამოყვეს, ჯობია რომ ამწავს. მე ხო რაც გამომყვა სკოლის პერიოდში საშემოდგომოები. ესეთებიც იყო? ყოველ წელს პრაქტიკულად მთელი აგვისტო თბილისში ვიჯექი. მაგრამ ხო ხედავ სადა ვარ ახლა. არ მჯერა რომ ცუდად სწავლობდი. ფიზკულტურაში და შრომაში ვიყავი განსაკუთრებით წარჩინებული მოწამე. ძალიან მაინტერესებს როგორ გიტარდებოდა ფიზკულტურა. ზემკლავი გამკლავი. ფიზკულტურაში სხვა. დაფაზე, თეორიას სწავლობდი. ხო, პრაქტიკულად ეგრე. პრაქტიკაში იყო მაგარი. ასე. ეხლა რას ვაკეთებთ? ეხლა სეზამის მარცვალი მე მოვხალე და დავიწყებ ბოსტნეულის დაჭრას და მე უკვე ლაშას ხელთათმანებს მოგიმზადებ და უნდა შემომიერთდე და დამეხმარო. სიამოვნებით. ხე? თან როგორ თავისუფლად. ხო, იმიტომ რომ კარგი მწიფე ავოკადოა და თავისუფლა კანისგან. არაფერი, აი ნახე, გავხეხე ცოტა სტაფილო, გავთალე ერთის გამოტოვებით ის შუშა კიტრი კარგია და ამიტომ ცოტა კანით დავუტოვე. თუშავ აქ ჩვენს კრევეტებს, აეროგრილში მაქვს ქათმის მკერდი და აგრძელებ ბოსტნეულის მომზადებას. ლაშა. ასე რომ ლაშა ელოდება. რა პროდუქტების კომბინაცია გიყვარს ყველაზე მეტად? იცი რა? აი ცოტა ისეთი შეიძლება რომ ვთქვათ წარმოუდგენელი იყოს რომ ერთი პროდუქტი მეორეს უხდებოდეს. რამე არის? არ მიჭამია ყურძენი და პური ერთად მაგალითად საზამთრო და ყველი ერთად. აი ეგეთ რაღაცებს ხო, ნუ აი ჩემთვის ცოტა გაუგებარია სიმართლე გითხრა და არ გამოსინდა. მაგრამ ყურძენი მიჭამია თხილაუთან ერთად არის ძალიან არ დააგემოვნე? არა, ხო და შესაბამისად, ანუ კიტრი მიყვარს როგორც კიტრი, რა ვიცი. ყურძენი ყურძნად, ყურძენი საერთოდ როგორ არიცი, აი ხო არსებობს ხილი. და ყურძენი არის გვირგვინი ამ ყველაფრის ხილის, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. ხილს უხდება დამიჯერე ხო დააგემოვნე, მაგრამ ეს ორი ერთად რამდენად სასარგებლოა, სტუმართან ერთად ვისაუბრებთ. არასოდეს. კაი, უნდა გავასინჯოთ. მოვიდა დრო ეს არის ხელთათმანი? მოირგე. რა თქმა უნდა, აბა. აი ჯერ დააკვირდი თან რას ვაკეთებ, ხედავ როგორ აი ეს ნუ ვისწავლე, ხო? კი. ოღონდ ესე ლამაზად და კოხტად უნდა შევეცდები. ეხლა ნუ მომხდარა არ უნდა დააწანო. ხოლმე ეს ხარისხის მოთხოვნას პირველივე ჯერზე. აი ესეთი სპრინგროლები უნდა მივიღოთ და რომელშიც ჩვენ შიგნით ვათავსებთ ქათმის მკერდს, ისფერ კომბოსტოს, ავოკადოს, სალათის ფოთოლს, კიტრს, სტაფილოს, კრევეტებს და ჩვენია ეს ურავმრავალფეროვნება და რა კარგი მკერდი, რომელიც ასე იდეალურად შეიწვა. ლაშა, ნახე ბრინჯის პირპიტა დაგისველე. აგერ დაგიდე. ასევე მეც დავისველებ მეორე ბრინჯის პირპიტას და ერთდროულად შეგვიძლია რომ დავიწყოთ მისი შეხვევა. პირველი, რასაც მოათავსებ, არის სალათის ფოთოლი. იმიტომ ჯერ ეს ერთი უხდება კიდევაც და თან ანუ გეხმარება მე შეხვევაში, ხო, იმიტომ რომ შიგნით რაღაც უფრო კარგად უჭირავს. შემდეგ უკვე რაც გინდა. კი, ერთი ცალი საკმარის ხელთათმანი. ხო. კარგი, ლაშა, შენ დაიწყე და დანარჩენი რაც გინდა. რაც მინდა და როგორც მინდა. კი ბატონო. ნამდვილად მივუახლოვდით დასასრულს სეზონის ბოლო ეთერი. ჩემი მეოთხე როლის დასასრულს, ასე ვთქვათ. აი ასე. აი ამაზე ტკბილად არ ვიცი როგორ უნდა დავასრულოთ გადაცემა და ნოტებზე და გემოებზე უნდა დავასრულოთ, ხო? ნახეთ რა სილამაზეა და რა სიგემრიელია, ეს არის სიახლე არის გუდვილში, არის ძალიან მსუბუქი და ახალი გემოების ისეთი ნამცხრები და ტორტები და არის რა თქმა უნდა კლასიკური ესეთი როგორც ყველას უყვარს და ლაშას მე მგონი განსაკუთრებით უყვარს. კი, მე შერჩეული მაქვს მთელი ღამე ამომყავდა ეს კრემი, დავიტანჯე მოკლედ შუქიანი ყო და და ასე დავასრულოთ. კი ბატონო